2024 წლის მასწავლებლთა სერტიფიკაციო გამოცდები ფიზიკაში ამოცანა ნომერი 2. ნახატზე გამოსახულია X ღერძზე მოძრავი სხეულის სიჩქარის გეგმილის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი. იპოვეთ პირველ 3 წამში სხეულის გადაადგილების მოდულიო. გვეკითხებიან, კარგით, ესე იგი მოცემული გვაქვს. Vx სიჩქარის გეგმილის დროზე დამოკიდებულება. ამავე დროს ნახატს თუ დავაკვირდებით, საწყის მომენტში, ესე იგი როცა t0 უდრის 0-ს, ამ დროს დავაკვირდეთ გრაფიკს 0 მომენტში სხეულის Vx V0x-ის საწყისი სიჩქარე არის -4 მეტრწამი, ხოლო t0-დან 3 წამში, t როცა გახდა 3 წამი, ესე იგი t უდრის 3 წამ მომენტში, სხეულის სიჩქარე Vx-ი ტოლი არის, როგორც ნახაზიდან ვხედავთ, 8 მეტრწამის. 8 მეტრწამი. და ჩვენ გვეკითხებიან განსაზღვროთ გადაადგილების მოდული. აგეთ, ახლა გადაადგილებას თუ გავითვალისწინებთ, რადგანაც მოძრაობა 0-დან 3 წამშუარეთში თანაბარ ჩქარებულია, შესაბამისად, გადაადგილების მოდულისთვის გვექნება, რომ ეს ტოლი არის საწყის სიჩქარეს დამატებული საბოლოო სიჩქარე ამ 3 წამში, Vx-ი შეფარდებული 2-თან, გამრავლებული იმ დროზე, რა დროშიც ეს გადაადგილება მოხდა. ეს დრო კი იქნება დელტა t, სადაც დელტა t არის t-ს მინუს t0, თუ გავითვალისწინებთ, რომ t0 0-ის ტოლია, ნუ შეგვიძლია დელტა t-ს მაგივრად პირდაპირ აქ t დავწეროთ. არანაირი პრობლემა არ იქნება ამით, არ შეიქმნება. და ჩავშოთ ახლა უბრალოდ. V0x-ი არის -4, დამატებული Vx-ი 8 შეფარდებული 2-ზე და ეს გამრავლებული t უდრის 3-ზე. ეს კი ტოლი იქნება -4 + 8 არის 4, 4 გაყოფილი 2-ზე 2, 2 ჯერ 3, 6 მეტრი. კი ბატონო. თუმცა შეგვიძლია ახლა ეს ამოცანა გეომეტრიულადაც ამოგვეხსნა, კერძოდ ჩვენ თუ დავითვლიდით აი ამ სამკუთხედის ფართობს, ამ შემთხვევაში ეს S1x-ი დავარქვათ, მოდით აი ფართობს S1x-ი, ხოლო აი ამ შესაბამის აი მართკუთხა სამკუთხედის ფართობს მოდით დავარქვათ S2x-ი. შესაბამისად S1x-ი ტოლი იქნება ამ სამკუთხედში ფუძე არის 1, სიმაღლე 4, 1 ჯერ 4 ჯერ 4-ის ნახევარი 2 მეტრი, მაგრამ რადგანაც ამ შემთხვევაში სიჩქარე უარყოფითი არის 0-დან 1 წამებზე, ამიტომ გადაადგილება სხეული შეასრულებდა თუ x ღერძის მიმართავთ ჰორიზონტალურად მარჯვნივ, x ღერძის საწინააღმდეგო მიმართულებით წავიდოდა -2 მეტრით. ხოლო x2x-ი ტოლი იქნება ფუძე არის 2 ამ მართკუთხა სამკუთხედში სიმაღლე 8, 2 ჯერ 8 არის 16, 16-ის ნახევარი 8. და გადაადგილება სხვა არაფერი არ იქნება, თორე ამ ორი გადაადგილების ჯამი. S1x დაბადებული S2x-ი, ეს ტოლი იქნება -2 + 8 და როგორც ხედავთ, ამ შემთხვევაშიც იგივე პასუხს ვიღებთ. ანუ საბოლოოდ თუ დავწეროთ S-ი გადაადგილების მოდული ტოლი ყოფილა 6 მეტრის. პასუხი B.